პრობლემა რაც უკავშირდება მანდატებს და პრობლემა როგორც ასეთი დანახული თქვენი ოპოზიციონერი პარტნიორების მხრიდან. რატომ არ ტოვებს გახარია საქართველოსთვის საკუთარ მანდატებს ისეთი ფორმით, რომ 89 დეპუტატით დატოვოს ივანიშვილი თავის პარლამენტში? სამშვიდობის ნინო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას მანდატებთან დაკავშირებით, სანამ ამ შეკითხვაზე გადავალ, მე ტრადიციულად თანაგზნობას გამოუხატავ ჩვენს პოლიტპატიმრებს, ივანიშვილის რეჟიმის პირად პატიმრებს, მზია ამაღლობელს უსურებ ჯანმრთელობას და ასევე სხვა მოშიმშილეებს და დანარჩენ 50-ზე მეტ პოლიტპატიმარს უსურებ გამძლეობას და მალე გათავისუფლებას. რაც შეეხება მანდატების საკითხს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი, იმდენად რამდენადაც როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ არის დღეს იმდენად რელევანტური, რომ ამაზე საერთოდ ღირდეს ისეთი პოლიტიკური. თუმცა ბატონ ზაზა, რახან გააქტუალურდა ეს საკითხი, იქნებ მაინც თქვენი პოზიცია გამოხატოთ, იმიტომ რომ თქვენ კი ფიქრობთ, რომ არ არის აქტუალური, მაგრამ მე ხომ ხედავთ საზოგადოების ნაწილისთვის არის აქტუალური. მადნივდი ვარ ზუსტად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს როგორც სამართლებრივი კონსტიტუციური პასუხები, რომ ეს არ არის რელევანტური, ასევე პოლიტიკური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამაზე ჩვენს ნაცვლად წუხან მანდატების ნაწილზე, ის ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებთანაც ჩვენ პოლიტიკოსები, ჩვენი კოლეგა პოლიტიკოსები, რომლებთანაც ჩვენ მოგვიწევს აუცილებლად ერთად დასხდომა და შესაბამისად ახლა ჩვენ საერთო მტერს ივანიშვილს არ მივცემთ საშუალებას იმისას, რომ ამ ურთიერთკინკლაობით მან მოიგოს. რაც შეეხება მანდატებს უფრო კონკრეტულად. მოდი დავაზუსტოთ ბატონ ზაზა, თუ კი მოგცემთ საშუალებას, ივანიშვილმა მოიგოს ამ კინკლაობით, თქვენ ამბობთ, რომ როცა ლელო ამ საკითხს სვამს, ანუ მამუკა ხაზარაძემ გააქტუალურა ეს თემა, ივანიშვილის ინტერესის გამტარია ირიბად? არა. ისინიც იმავეს ამბობენ თქვენზე, როდესაც მანდატებს არ ტოვებთ ამ კონტექსტში. ნახეთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის. ახლა ეგზისტენციალური საფრთხე აქვს ამ ქვეყანას, რასაც ქვია მისი დემოკრატიულობის საბოლოო დასამარება და ავტოკრატიის ჩამოყალიბება. ამიტომ თუ ნებას მომცემთ ძალიან მოკლედ კონსტიტუციურ სამართლებრივ ნაწილს აგიხსნით ამ პრობლემისას, რომელსაც ჩვენი კოლეგები აყენებენ, მაგალითად იმას, რომ 100 მანდატი დღეს საქართველოს პარლამენტში არსებული, ეგრეთ წოდებულ პარლამენტში არსებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ არის ასე, იმიტომ რომ კონსტიტუციის 38 მუხლის შესაბამისად ის 100 მანდატი, ანუ 2/3 ახლად არჩეული პარლამენტის წევრებისა იყო აქტუალური და რელევანტური იმ დროს, როდესაც ახლად არჩეული პარლამენტის, ეგრეთ წოდებული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა ხდებოდა. ამის შემდეგ ამის აქტუალურობა იკარგება და შემდეგ გადავდივართ ჩვენ ანუ კვორუმებზე, ეგრეთ წოდებულ კვორუმებზე, მაგალითად 90 დეპუტატი ირჩევს მაგალითად საკონსტიტუციო სამართლოს თავმჯდომარეს, 100 დეპუტატი აკეთებს ცვლილებას კონსტიტუციაში, ოღონდ მეორე მოწვევის პარლამენტმაც უნდა დაუდასტუროს ეს. ერთი მოწვევის პარლამენტმა რომ მიიღოს კონსტიტუციაში ცვლილება, ამას სჭირდება 100 დეპუტატი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ პარლამენტს, ეს პარლამენტი არის ეგრეთ წოდებული და ეს პრეფიქსი არ მოშორდება მანამ, სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, მანამდე აი ამაზე რაღაც ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას აზრი არ აქვს. სწორედ ამის გამო, რასაც თქვენ ლოგიკას მიჰყვებით, მაშინ რაში გჭირდებათ ეს მანდატები? მეორე კუთხიდან რომ შევხედოთ ამ საკითხს, რა უცილებელი და ჩვენ თვლით რომ მანდატები არ გვაქვს. რატომ გაქვთ ეს მანდატები? არ გვაქვს ჩვენ ეს მანდატები. ჩვენ თვლით რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური. ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა, ოცნების პარლამენტმა ცნო ჩვენი მათ ცნეს ჩვენი ლეგიტიმაცია. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არა გვაქვს ეს მანდატები ლეგიტიმურად, ჩვენ არ მონაწილეობთ პარლამენტის საქმიანობაში, ჩვენ არ ვართ არც ერთ კომიტეტში, ჩვენ არ ვართ არც ერთ კომისიაში. და ახლა რაც არ უნდა მოინდომოს ეს ოცნებამ, რომ იქ დახატოს რაღაც ის, რომ თითქოს ჩვენ ოდესღაც პარლამენტში შევალთ, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. ერთსაც ვიკითხავ, ნახეთ, ვინც წავიდა ის უფრო არ არის. თქვენ სადღაც მაინც ხართ. აი ასე მოიაზრება კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ნაწილის თვალში თქვენი აი ეს პოზიცია.
ხომ არ აპირებთ რომ გადახედოთ, მხოლოდ ამას ვიკითხავ, ისე გასაგებია, რასაც ბრძანებთ. დიახ, ნინო, მადლობა. მადლობა ამ შეკითხვის დაზუსტებისთვის. ნახეთ, ჩვენ პოლიტიკური პარტიები თუ პლურალიზმზე საუბრობთ და განსხვავებულობაზე საუბრობთ, ამიტომ ვართ განსხვავებული პოლიტიკური პარტიები და შეგახსენებთ, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტია არჩევნების წინ არ გაერთიანებული არც ერთ კოალიციაში, ხო? ცალკე მივიღეთ ჩვენ მონაწილეობა და შესაბამისად ჩვენ ახლა შეიძლება სხვა პოლიტიკური კოლეგა პარტიების გადაწყვეტილებები და მათი რაღაც ხედვები საერთოდაც არ მოგწონს, მაგრამ არავის არ გაგვიხსნია ცეცხლი, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ახლა ნებისმიერი ცეცხლის გახსნა ნიშნავს ჩვენი საკუთარ ფეხებში ცეცხლის გახსნას და მათთვის ცეცხლის გახსნას. ამიტომ ამას გულისხმობ ჩვენ, როდესაც ჩვენ გვაქვს უფრო მეტი მნიშვნელოვანი საკითხები, როდესაც ახლა ბოლო კვლევებს თუ შევხედავთ, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, იქ ადამიანები მოითხოვენ იმას, რომ მთავარია რომ 60%-დან 60%-ზე მეტი, მთავარია რომ ჩვენ ოპოზიცია მათ ვაჩვენოთ ჩვენი ქმედითობა იმასთან დაკავშირებით, რომ განთავისუფლდეს ეს პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი კი ბატონო, რაც შეეხება პრეზიდენტთან კომუნიკაციას, არის თუ არა პრეზიდენტის სივრცე ის პოლიტიკური არენა თქვენთვის ყველასთვის დანარჩენებთან ერთად, სადაც ეს სროლის თემები მინიმუმამდე დადის საკუთარ ფეხში სროლის თუ სხვებთან დაკავშირებით. არის თუ არა კომფორტული სივრცე, თუ ეს არის მაინც რაღაცა ტიპის ისეთი ქმედებები თქვენი მხრიდან, როცა ადგილზე მიდიხართ, რაზეც უბრალოდ უარს ვერ ამბობთ, რომ არ გამოგივიდეთ სუდად. აი ხშირად რჩება განსაკუთრებით თქვენს პარტიასთან დაკავშირებით ეს შტაბის ცდილება. ნინო, თქვენ და ჩვენმა ტელემაყურებელმა იცის, რომ ჩვენ პერმანენტულად მოვაწილეობთ პრეზიდენტთან კონსულტაციებში, შეხვედრებში, სხვადასხვა საკითხების განხილვაში და აქვე გაუსვავ ხაზს, როდესაც მე წეღან საუბრობდი, რომ პოლიტიკურ პარტიებს გვაქვს და ძალებს გვაქვს განსხვავებული გემოვნება, განსხვავებული მიდგომები, მაგრამ საერთო გვაქვს ის, რომ საქართველოს უნდა დაბრუნდეს აუცილებლად დემოკრატიულ რელსებზე, კონსტიტუციურ ჩარჩოებში და საქართველოს რაც ჩვენ ერთმანეთს გვაკავშირებს, ეს არის ის, რომ ამ ქვეყანას ევროპერსპექტივა აუცილებლად უნდა გადაურჩინოთ. ასე რომ ჩვენ ამ შეხვედრებში მონაწილეობთ და აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას მომავალში და ალბათ ამ ჩვენ მნიშვნელოვანი პლატფორმაა პრეზიდენტის ირგვლივ რაღაცნაირად ორბიტაზე ყოფნა. თქვენ როგორ აღიქვამთ ამას? პრეზიდენტს როგორც ლიდერს ამ პროცესში ყველა დანარჩენის თუ თანაბარს აი ამ ლიდერთა შორის? ნახეთ, ჩვენთვის თავარია, რომ ჩვენ ქვეყანა დაუბრუნდოთ დემოკრატიულ რელსებს. ჩვენ ქვეყანას კვლავ მივცეთ საშუალება, რომ კონდეს ევროპერსპექტივა, რომელიც ივანიშვილის ოცნებამ ფაქტიურად შეუწყდა და დაუსამარა. ასე რომ ამ ფორმატში თუ პრეზიდენტი იქნება ლიდერი, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის მისაღებია. თავარია კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ შედეგი, რომ ჩვენ მივიღოთ შედეგი იმისა, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საქართველოს დაუბრუნდეს ევროპერსპექტივა და თუ ჩვენ დღეს ვამბობთ რაიმე ხელშესახებს, რომელიც ერთობლივად გაგვიკეთებია ეს პრეზიდენტთან ერთად და დანარჩენ პარტიებთან ერთად, ალბათ გაგვიკეთებია ის, რაც ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობებია ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ევროპელებთან, ასევე ამერიკელებთან, მაგალითად გახსენებთ იგივე დასანქცირების საკითხს, ასევე მტკიცებულების შეგროვების საკითხს. ესაც იყო ამ თემებზე საუბარი სიების შედგენაზე, მაინტერესებს რა თქმა უნდა ეს შორსმიმავალი მიზნები, რაც საბოლოო ამოცანა გასაგებია, მაგრამ აი ახლა უახლოესი ამოცანა რა არის თქვენი ყველა დანარჩენთან ერთად პრეზიდენტის პლატფორმაზე? რომ არა ჩვენი ჩართულობა და დანარჩენი ოპოზიციური ძალების არ იქნებოდა ის დასანქცირება, რაც მოხდა აქამდე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. დასანქცირება უნდა გაგრძელდეს იმდენად, რამდენადაც ივანიშვილმა და მისმა ოცნებამ ქართულ ხალხს მოპარა თავისუფალი არჩევანის უფლება, მოპარა მას ევროპერსპექტივა და შესაბამისად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის უსაყვარლესი და გავლენის მომპოვებელი ფული და დაკარგოს გავლენა. შესაბამისად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართულ ხალხს კონდეს კვლავ პერსპექტივა და ივანიშვილმა დაკარგოს ის ფული და ძალაუფლება, რომელ ფულსაც უკვე ახალგაზრდების უნი ასწრებს.